თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ თქვენი სათამაშო კომპიუტერი თქვენ გეკუთვნით. მაგრამ თუ Windows 11-ის უბრალოდ 24 საათით უკმად დატოვებთ, ის 3000-ზე მეტ ტელემეტრიის პინგს გაგზავნის 100-ზე მეტ სხვადასხვა სერვერზე. ყველაფერი ეს ფონურად ხდება მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებთ. ის მუშაობს როგორც ციფრული მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც სისტემის მეტამონაცემებს და თვალთვალის იდენტიფიკატორებს აგზავნის იმ წამსვე, როცა ზურგს შეაქცევთ. უმეტესობა ფიქრობს, რომ Windows ადგილობრივ ხელოვნურ ინტელექტზე გადადის, რათა ყველაფერი მოწყობილობაზე დარჩეს, მაგრამ გაჟონილი დოკუმენტები ბევრად უფრო ბნელ საბოლოო გეგმას აჩვენებს Windows-ისთვის, რომელიც მთლიანად გართმევთ თქვენს კომპიუტერზე საკუთრების უფლებას. და სანამ ყველა პორტატული კონსოლებით არის გართული, მხოლოდ ერთი ერთადერთ ნამდვილ გასაქცევ გზას ქმნიდა. და Valve-ს ამის გაკეთებისთვის ნებართვა არ დასჭიროებია. თავი პირველი, მინის სახლი. Microsoft უკვე 2 წელია თავის Copilot Plus PC-ებს კონფიდენციალურობის გამარჯვება დასაღებს. ყველაფერი ლოკალურად მუშაობს. თქვენი მონაცემები არასდროს ტოვებს თქვენს მოწყობილობას, მილობას, მაგრამ რეალობა სრულიად სხვანაირია. კომპიუტერული უსაფრთხოების ახმა ჩაატარა ტესტები სუფთა Windows 11 სისტემაზე. არც ერთი მომხმარებელი არ იყო შესული და არც ერთი აპლიკაცია არ იყო გახსნილი. კომპიუტერი უბრალოდ მაგიდაზე იდგა. 24 საათში მოწყობილობამ დაუკავშირდა ათეულობით სხვადასხვა სერვერს. და ეს მხოლოდ Microsoft-ს არ ეხებოდა. ის სიგნალებს უგზავნიდა მესამე მხარის სარეკლამო ქსელებსა და ბაზრის კვლევის ფირმებს, რომელთა შესახებაც უმეტეს მოხმარებელს არც კი სმენია. პირადი მონაცემების დაცვის პარამეტრების ბოლომდე დაქვეითებამაც კი არ გამოიწვია ცვლილება. ერთადერთი გზა, რომ ეს შეჩერდეს, არის პოლიტიკის მართვის პარამეტრების გამოყენება, რაც Windows-ის მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ვნილ ვერსიებში არ შედის. Recall, ამ ყველაფერზე ზემოდან დგას. მისი Copilot Plus, ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია, ყოველ რამდენიმე წამში იღებს თქვენს ეკრანს სურათს, როცა რამე იცვლება. თითოეული სურათი ინახება თქვენს მყარ დისკზე არსებულ ლოკალურ ბაზაში. სურათების აძიებელია. შეგიძლიათ აკლიფოთ ის, რაც გასულ სამთერ სამშაბათს ვნახე და მაშინ ვეიპოვოთ. ამ სურათების შიგთავსი კი ნამდვილი პრობლემაა. ელფოსტები, ვებგვერდები, საბანკო შესვლები, პირადი ჩატები, პაროლების მენეჯერის ფანჯრები, რომლებიც ნახევარი წამით ჩნდება. რაც არ უნდა იყოს ეკრანზე, ყველაფერი ბაზაში ხვდება, ინდექსირდება და ინახება ისე, სერვერს კომპიუტერზე წვდომის მქონე ნებისმიერ შეუძლია იპოვოს. Recall-ს არ აინტერესებს რა არის ეს. ყველაფერს ინახავს, განურჩევლად. Microsoft ამბობს, რომ ბაზა თქვენს კომპიუტერზე რჩება, მაგრამ უსაფრთხოების მკვლევრებმა არ მოაჩინეს, რომ მისი ადრეული ვერსიები მარტივი აღდგენის ინსტრუმენტებით შეიძლებოდა ამოიღოთ. მას შემდეგ დაემატა Windows Hello-ს შესვლის ფუნქცია და ფილტრი, რომელიც მგრძნობიარე მონაცემების გამოტოვებას უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ 2025 წლის აგვისტოში დამოუკიდებელმა ტესტერებმა ფილტრი გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ის მაინც ტოვებდა იმ ინფორმაციას, რომლის დაჭერაც უნდა შეძლებოდა. თუნდაც ადგილობრივ ნაწილს ენდობოდეთ, მაინც რჩება პოლიტიკის პრობლემა. ამჟამად Recall ღრუბელთან სინქრონიზაციას არ ახდენს, მაგრამ ეს ერთი განახლებით შეიძლება შეიცვალოს. მეტობა მომხმარებლებისა ამას ვერასდროს შეამჩნევს. კომპიუტერი, რომელიც ყოველ რამდენიმე წამში ეკრანის სურათს ირებს, უკვე აღარ არის თქვენი იმ გაგებით, როგორც გეგონათ. ის უკვე მოწმეა. მეორე თავი წარმადობის გადასახადი. Microsoft ნამდვილად უსვამს ხაზს თავისი პროდუქტების წარმადობას. Windows მაღალი დონის PC gaming-ის მთავარი პლატფორმაა. Direct Storage უფრო სწრაფად იტვირთება. ავტომატური HDR უკეთ გამოიყურება. Xbox-ის აპლიკაცია პირდაპირ თქვენს ამოცანების ზოლშია განთავსებული, მაგრამ არსებობს ფასი, რომელსაც აჟიოტაჟი არასდროს ახსენებს. სხვადასხვა ჟურნალისტმა და მიმომხილველმა წლების განმავლობაში ერთსა და იმავე აპარატურაზე ერთსა და იმავე თამაშებს ამოწმებდნენ Windows 11-ისა და Linux-ზე. ყველაზე ხშირად არჩეული Linux ვერსია, როგორც წესი, Basity-ია, ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნილია SteamOS-ის გასამეორებლად და თეორიულად შედეგები თითქმის იდენტურია. Windows-ის გულშემატკივრებს ყოველთვის უყვართ საშუალო კადრების სიხშირეზე მითითება, როგორც მტკიცებულებაზე, მაგრამ ეს მალავს იმას, რასაც თამაშისას რეალურად გრძნობ. თავარი კი 1%-ის მინიმალური მაჩვენებელია. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი თამაშის დროს. მოულოდნელი გაჩერება, როცა ძალიან სწრაფად ტრიალდები ან სროლის შუაში ხარ. შენი ტვინი ამას მაშინვე ამჩნევს, თუნდაც კადრების სიხშირის მრიცხველი სხვა საჩვენებდეს. აქ იწვევს Linux-ი Windows-ის შერცვენას. ზუსტად იგივე აპარატურითა და პარამეტრებით, Linux-ი მუდმივად აჩვენებს მინიმუმებს, რომლებიც Windows 11-ზე 15-20%-ით მაღალია. აქ არაფერია საიდუმლო. ფონური სერვისები, იძულებითი განახლების შემოწმებები და ტელემეტრიის პინგები, ისიც კი რომ კოპილოტი აკეთებს იმას, რაც არასდროს გითხოვია. თითოეული მათგანი პატარაა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს დააკისრებს სისტემას, რომელიც წამში 240 კადრის გამოტანას ცდილობს, ყველაფერი ჯამში გროვდება. შენ ამ წარმადობისთვის გადაიხადე. Windows ამ სიმძლავრის ნაწილს ისეთ რაღაცებზე ხარჯავს, რომლებსაც შენს თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს. შენ ხარჯავ $1000 რომ ააწო მაღალი დონის სათამაშო კომპიუტერი, მაგრამ მისისი ნედლი სიმძლავრე პირდაპირ გართმევს ოპერაციული სისტემა, რომლის დაყენებაც იძულებული ხარ. თუ ახლა Linux-ი მუშაობის სისწრაფით უტოლდება ან აღემატება Windows, მაშინ მხოლოდ ერთი მიზეზი ზირჩება – multiplayer თამაშები. წლების განმავლობაში ეს იყო მთავარი პრობლემა. არა იმიტომ, რომ Linux თამაშების გაშვება არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ anti-cheat სისტემები თამაშში შესვლამდე გბლოკავდნენ. და როცა ეს ბარიერი გაქრება, Windows-ი უბრალოდ არჩევანი გახდება. მესამე თავი – anti-cheat-ის ილუზია. დიდი ხნის განმავლობაში კითხვაზე, რატომ არ გადადიან მეტი ადამიანი Linux-ზე, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
შეგეძლო ერთ მოთამაშიანი თამაშების თამაში უპრობლემოდ, მაგრამ როგორც კი multiplayer თამაში anti-cheat-ი გამოიყენებოდა, Linux-ის მოთამაშეები იბლოკებოდნენ. თამაშს ტვირთავდი და უარს გეუბნებოდნენ, სანამ თავარ მენიუსაც კი ნახავდი. სწორედ ამიტომ რჩებოდნენ ადამიანები Windows-ზე. მათი თამაშები მასზე იყო დამოკიდებული. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. Epic-მა დაამატა Linux-ის მხარდაჭერა Easy Anti-Cheats-თვის. შემდეგ მას მიყვა ისეთი პროგრამები, როგორიცაა BattleEye, თამაშები, რომლებიც ადრე არ მუშაობდა, მოულოდნელად ამუშავდა. დაახლოებით 4 წელი დასჭირდა, რომ ეს ნორმად ქცეულიყო. 2019 წელს თუ ვინმე გეტყოდათ, რომ Apex Legends ან Halo Infinite Linux-ზე თამაშობდა, ალბათ დასცინებდით. ეს თამაშები Windows-ის გარდა სხვაგან არ მუშაობდა. ეხლა ხალხი ამ თამაშებს Steam Deck-ზე უშვებს, დივანზე მწოლიარე. იგივეა ძველი PC თამაშებთანაც. ისინი ახლა Linux-ზე უკეთ მუშაობენ, ვიდრე თანამედროვე Windows-ზე. 2000-იანი წლების თამაშები, რომლებიც Windows 11-ზე ძველი გამშვები პროგრამების ან თავსებადობის პრობლემების გამო არ მუშაობს, იდეალურად მუშაობს თავსებადობის ფენების, მაგალითად Proton-ის საშუალებით. ეს იყო კოორდინირებული ძალისხმევა, რომელიც საზოგადოების თვალთახედვის მიღმა მოხდა. ვიღაცამ ინჟინერიაში ფული გადაიხადა, დეველოპერებს დაუკავშირდა, კოდი დაწერა და შემდეგ ტესტირების სისტემა ააწყო. ტექნიკური მიზეზი Windows-ზე დარჩენისა ძირითადად გაქრა იმ თამაშებისთვის, რომელსაც ხალხი ყოველ შაბათ-კვირას ხსნის. თამაშები, რომლებიც ჯერ კიდევ უარს ამბობენ Linux-ზე, ძირითადად კონკურენტული multiplayer თამაშებია. გიგანტები, როგორიცაა Epic Games-ი, Riot-ი და Bungie, უარს ამბობენ, რომ მათი აგრესიული anti-cheat-ი პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდის სისტემაზე იმუშაოს. ეს მხოლოდ უსაფრთხოების და ბიზნესის გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი ემთხვევა კიდევ ერთ რამეს, რასაც არავინ ელოდა. თავი მეოთხე, აპარატურული ანომალია. Steam Deck გამოვიდა 2022 წლის დასაწყისში. 2025 წლის თებერვალში The Verge-ის ცნობით, საერთო გაყიდვები დაახლოებით 4 მილიონ ერთეულს შეადგენდა. ეს დაახლოებით იმ ხელის სათამაშო კომპიუტერების ნახევარია, რაც იმ 3 წელიწადში გაიყიდა. მეორე ნახევარი იყოფა Asus ROG Ally-ს, Lenovo Legion Go-სა და MSI Close შორის. Valve-ემ ეს მაჩვენებელი თითქმის ტრადიციული რეკლამის, ვარსკვლავების რეკომენდაციისა და ბილბორდების გარეშე მიაღწია. დეკი გავრცელდა ზეპირი რეკომენდაციებით და იმით, რომ ხალხი მეგობრებს აჩვენებდა. ფასიც ამ ამბის ნაწილია. საწლისი Steam Deck-ის ფასი $399-დან იწყება, ხოლო მსგავსი Asus ROG Ally Windows-ით შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ ძვირი დაждდეს, სპეციფიკაციებზე დამოკიდებულებით. ასევე იგივე აპარატურაზე Windows-ის ვერსიას ხშირად უფრო ცუდი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს. Valve-მა დეკის ფასი დააწესა, როგორც ნაგულისხმევი არჩევანი ყველასთვის, ვისაც პორტატული PC თამაშები აინტერესებს. მათ აპარატურა თითქმის თვითღირებულ ფასად გაყიდეს და ძირითადი შემოსავალი Steam-ით გაყიდული თამაშებიდან მიიღეს. ოპერაციული სისტემების მაჩვენებლებზე იწყება უცნაურობა. 2026 წლის მარტში Valve-ის Steam-ის აპარატურის გამოკითხვამ დააფიქსირა, რომ Steam-ის ყველა მომხმარებლის 5.33% იყენებდა Linux. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა. 2026 წლის აპრილში მაჩვენებელი მცირე ზრდის შემდეგ 4.52%-ზე დაბრუნდა. ნებისმიერ შემთხვევაში ტენდენცია მზარდია. 2024 წლის დასაწყისში Linux-ის წილი 2%-ზე ნაკლები იყო. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 4%-ს გადააჭარბა და სტაბილურად შენარჩუნდა. იმავე პერიოდში Windows-ის წილი 96%-დან 92%-მდე შემცირდა. ეს არის ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ვარდნა, რაც ამ გამოკითხვას ოდესმე დაუფიქსირებია. Steam-ს დაახლოებით 130 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს თვეში, მათგან დაახლოებით 6 მილიონი ეხლა Linux-ზე თამაშობს Windows-ის ნაცვლად. ადრე ეს რიცხვი მხოლოდ 100,000-ში იყო. ეხლა ეს რიცხვი დანიას მოსახლეობასაც კი აჯარბებს, მაგრამ მაშინ, როცა Valve სრულად ახალ ტალღას ქმნიდა PC მოთამაშეებისთვის, Microsoft ძირითადად უძრავად იდგა და სწორედ ეს არის უცნაური ნაწილი. Nintendo და Sony კონსოლებს ყიდიან. ტექნიკურად Valve-იც ყიდის კონსოლს. განსხვავება ისაა, რომ ყოველი Steam Deck პირადი კომპიუტერია, რომელიც სრულფასოვან Linux ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. Ყოველი ადამიანი, ვინც მას ედულობს, აწყვება Windows-ის მოქმედ ალტერნატივას. ხშირად ისე, რომ ამის შესახებ არც კი იცის. და როგორც კი ხალხმა გააცნობიერა, რომ Steam Deck-ის საფუძველი უბრალოდ Linux-ია, რაღაც სხვა დაიწყო. მათ იგივე ოპერაციული სისტემა დააყენეს საკუთარ desktop კომპიუტერებზე. პორტატული კონსოლი შესაძლო კარიბჭედ იქცა. შეგიძლიათ იყიდოთ Steam Deck, იმიტომ რომ ეს მოსახერხებელია და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ზუსტად იგივე გამოცდილება შეიძლება გქონდეთ თქვენს სათამაშო კომპიუტერზეც, რომელიც მაგიდის ქვეშ დგას. Valve-მა შექმნა მოწყობილობა, რომელმაც მილიონობით ადამიანს ასწავლა, რომ შეუძლიათ Windows-ის გარეშე ცხოვრება. მან შეცვალა ნაგულისხმევი ქცევა და Microsoft-ს რეაგირება მოუწია. მეხუთე თავი, პროექტი K2. 2025 წლის ბოლოს Windows Central-მა გაავრცელა ინფორმაცია Microsoft-ის შიდა პროგრამაზე, რომელსაც კოდური სახელწოდება ჰქონდა Project K2. პროგრამა სამი ძირითადი პრინციპის გარშემო არის ორგანიზებული: წარმადობა, საიმედოობა და ოსტატობა. კოდური სახელწოდება K2 არის შესაფერისი. K2 ერთ-ერთი ყველაზე რთული მთაა მსოფლიოში ასასვლელად და ეს სახელიც კი მიანიშნებს, რამდენად რთული გახდა პრობლემა Microsoft-ის შიგნით, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც ამ პროგრამიდან მოდის, რეალურია. დავალებების პანელი, რომლის გვერდზე გადატანაც, ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ. ფაილების გამკლევი, რომელიც უფრო სწრაფად იტვირთება. განახლების შეტყობინებები, რომლებიც თამაშის დროს აღარ შეგაწყვეტინებთ. კომპანიები მრავალსვეტიან ხარისხის პროგრამებს მაშინ არიცხებენ, როცა ყველაფერი კარგადაა.
პროექტი K2 არის Microsoft-ის აღიარება იმისა, რომ Windows 11 იმდენად არასანდო და შემაწუხებელი გახდა, რომ მისი მომხმარებლების ნაწილი ტოვებს მას. K2 წარმოდგენილია როგორც გამოსავალი, მაგრამ იმავე თვეებში, როცა Microsoft-მა K2 დაიწყო, Windows საპირისპირო მიმართულებით მიდის. ტელემეტრია გაიზარდა. Microsoft-ის ანგარიში შესვლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ახალი კომპიუტერის დაყენებისას. K2 ზედაპირულ პრობლემებს აგვარებს, მაგრამ შიგნით ყველაფერი იგივე რჩება და ეს ყველაფერი ფასად ჯდება. ერთჯერადი Windows-ის ლიცენზია Microsoft-ს ერთხელ უხდის, გამოწერა კი მუდმივად უხდის. გათვლა იმდენად სამხრევია, რომ Microsoft არანაირი მამაცი არჩევანი არ გაუკეთებია. ისინი იმავე არჩევანს აკეთებენ, რაც Adobe Photoshop-თან და Autodesk-მა AutoCAD-თან გააკეთა. მათი ოფისის გუნდმა ეს Microsoft 365-თან გააკეთა. ეს სქემა კარგად არის ცნობილი და შედეგიც პროგნოზირებადია. რაც Windows განსხვავებულს ხდის, არის აუდიტორიის მასშტაბი, რომელიც ძველ მოდელზეა დამოკიდებული. PC თამაშები მრავალმილიარდიანი ინდუსტრია, რომელიც სამვარაუდზე აგებული. შენ ფლობს საკუთარ აპარატურას, შენი თამაშები შენს დისკზეა და შენ დისკზეა და შენ გაქვს კონტროლი შენს კომპიუტერზე. Windows-ის ვერსია, სადაც უნდა შეხვიდეს სისტემაში და თამაში დაიწყო, ხოლო ძირითადი პროცესები Microsoft-ის სერვერებზე მიმდინარეობს, საერთოდ არ შეესაბამება ამ აუდიტორიას. ამ მიმართულებას რეალურ პროდუქტებშიც ხედავ. Xbox Cloud Gaming არის გამოწერა, Game Pass არის გამოწერა. Microsoft-ის მაღაზია აგებულია Microsoft-ის ანგარიშზე. ახალი Windows 11 კომპიუტერის დატანება ინტერნეტის გარეშე ადრე მხოლოდ ერთი გამოტოვებული მონიშნის საკითხი იყო. ეხლა ამისთვის საჭიროა გვერდის ავლა, რომელსაც Microsoft-ი ყოველ რამდენიმე განახლებაში კეთავს. თითოეული ასეთი ცვლილება საშუალო მომხმარებელს უფრო აშორებს საკუთარი კომპიუტერის ფლობას და უფრო აახლოებს იმასთან, რომ კომპიუტერს კი არ ფლობდე, არამედ მხოლოდ მასზე ცდომას კირაობდე. ამ ყველაფრის დროითი დამთხევა უკვე შემთხვევითი აღარ ჩანს. Recall-ი ერგება მომავალს, სადაც ყველაფერი, რასაც აკეთებ, იწერება, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა მოძებნოს. Telemetry-ის ნაკადი ერგება მომავალს, სადაც Microsoft-ი საფასურს გახტევინებს იმის მიხედვით, რასაც იყენებ. ლოკალური თამაშების ბიბლიოთეკები, ლოკალური შენახული ფაილები, მოდები, რომლებსაც თავად აყენებ, offline თამაში. ეს ყველაფერი არ ერგება იმ მიმართულებას, საითაც Windows-ი მიდის. ზოგიერთი მათგანი გადარჩება მემკვიდრეობითი მხარდაჭერით, დანარჩენი კი გაქრება. სანამ Microsoft-ი ამ გალიას აშენებდა, Valve-მა 10 წელზე მეტი დახარჯა ერთადერთი მოქმედი გამოსავლის შექმნაზე. მეექვსე თავი, ჩუმი აგება. Valve-ის ბოლო 10 წელი ნამდვილად არ აქვს აზრით უმას როგორც ტექნიკის კომპანიას შეხედავ. საჭიროა მას როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას შეხედო. Proton-ი ისაა, რაც Windows-ის თამაშებს Linux-ზე მუშაობის საშუალებას აძლევს ისე, რომ დეველოპერს მათი თავიდანაწყობა არ სჭირდება. ის თამაშს გარდაქმნის ისე, რომ Linux-მა შეძლოს მისი გაგება. ასე რომ ძველი თამაშები, რომლებიც მხოლოდ Windows-ზე იყო, უბრალოდ იხსნება და მუშაობს. ეს ბოლო ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია. თამაშებს აღარ სჭირდებათ ცვლილება, რომ სხვა პლატფორმაზე გადავიდნენ. Steam OS კი Valve-ის ვერსია ამ იდეის სისტემურ დონეზე. ეს არის Linux-ის ოპერაციული სისტემა, რომელიც ზედაპირზე მარტივად გამოიყურება, მაგრამ მას არ აქვს თვალთვალი ან ფონური მონაცემების შეგროვება, რასაც ხალხი Windows უკავშირებს. რაც მასზე აკეთებს, შენს მოწყობილობაზე რჩება. Steam Input იგივე პრინციპით მუშაობს კონტროლერებისთვის. ის ნებისმიერ კონტროლერს, რომელსაც შეერთებ, ისე ამუშავებს თითქოს ის თამაშისთვისაა შექმნილი. თუნდაც თამაში ამისთვის განკუთვნილი არ ყოფილიყო. უმეტესობა ამას ვერ ამჩნევს. უბრალოდ აჭერენ გაშვებას და ყველაფერი მუშაობს. არაფერი იმ გამოცდილებაში არ აჩვენებს, რომ მათ Microsoft-ის სამყაროს დატოვეს, მაგრამ სინამდვილეში უკვე გასულები არიან იქიდან. Valve-ემ ამ ყველაფრის შექმნა დაიწყო მანამდე, სანამ ვინმეს Project K2 ან Recall-ის შესახებ რამე გაიგო. იმ დროს, როცა უმეტესობა ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ Linux-ზე თამთამაში ხუმრობა იყო. მათ მაინც ჩადეს ინვესტიცია ისეთ მასშტაბზე, რაც მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კომპანიაში ვინმე ფიქრობდა, რომ Windows გააგრძელებდა იმავე გზით სვლას, როგორც აქამდე. Proton-ის პირველი ვერსია 2018 წელს გამოვიდა. Steam კონტროლერი გამოვიდა 2015 წელს. Steam OS-ის პირველი ვერსია კი ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობს. ეს არც ერთი არ ყოფილა Microsoft-ის განცხადებაზე მყისიერი რეაქცია. ეს იყო გრძელვადიანი ფსონი, რომელიც გაკეთდა წლების წინ, სანამ ამ ფსონმა შედეგი გამოიღო. Steam Deck არასდროს ყოფილა უბრალოდ ხელის სათამაშო მოწყობილობა. ეს იყო გზა, რომლითაც Valve-მა თავისი ალტერნატიული ოპერაციული სისტემა მილიონობით ადამიანამდე მიიტანა. მაშინ როცა ეს ალტერნატივა ჯერ კიდევ სახალისო გაჯეტად გამოიყურებოდა. მეშვიდე თავი, მახე იკეტება. ყველა ნაციულ 2021-დან 2024 წლამდე ყველაზე დიდმა anti-cheat სისტემებმა Linux-ის მხარდაჭერა დაიწყეს. 2022 წელს Steam Deck-მა მილიონობით ადამიანს მუშა Linux-ზე დაფუძნებული სათამაშო მოწყობილობა მიუტანა. 2024-დან 2026 წლამდე Steam-ის მონაცემებით Linux-ის მომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდა. ეს აჩვენებს, რომ Valve-ს მკაფიო მიმართულება ჰქონდა. თუ ამას Microsoft-ის ნაბიჯებს შევადარებთ, დამხევა აღარ ჩანს. Recall 2024 წლის შუაში დაანონსეს. იმ დროისთვის Protons უკვე 6 წელი აქტიურად ავითარებდნენ. Project K2 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. იმ დროისთვის Steam Deck-ს უკვე 3 წელი ყიდნენ და Linux-მა უკვე გადაუსწრო macOS Steam-ზე. Windows-ის ყველა მთავარი ცვლილება, რომელიც მომხმარებლებს ხრუბლისა და გამოწერებისკენ უბიზგენუბიც გებდა, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც Valve-მა უკვე შექმნა გამოსავალი. Valve ამაზე არ რეაგირებდა. მათ ეს წინასწარ დაინახეს.
Proton-სა და SteamOS-ში ინვესტიციამ მაშინ დაიწყო, როცა ეს მომავალი მხოლოდ მათთვის, ვინც ინდუსტრიას ყურადღებით აკვირდებოდა იყო ხილული. 2018 წლისთვის Adobe-მა, Autodesk-მა და Microsoft-ის Office-ის გუნდმა უკვე გადაიყვანეს თავიანთი წამყვანი პროდუქტები გამოდერის მოდელზე. ნათელი იყო საითაც მიდიოდა დანარჩენი Windows-იც. Microsoft-თან ბრძოლის ნაცვლად Valve-მა მუშაობა დაიწყო და ამას 10 წლეული მოანდომა. მათ დეველოპერებთან შეთანხმებები გააფორმეს და მოთმინებით მომხმარებლებს ყველაფერი წარუდგინეს. რი წარუდგინეს მანამ, სანამ ვინმეს სერიოზული საჭიროება გაუჩნდებოდა. ამ პროცესის უმეტესობა ღიად ხდებოდა, უმეტესობა სხვაგან იყურებოდა. Steam Deck-ი იყო ის ინსტრუმენტი, რომელიც ისე იყო დაპროექტებული, რომ უდანაშაულოდ გამოიყურებოდა და ისეთი ფასი ედო, რომ მილიონები მას ორჯერ დაფიქრების გარეშე სციდნენ. იმ დროისთვის, როცა ვინმე მამას კონკურენცია დააღიქვა, ის უკვე ხალხის ხელში იყო. მერვე თავი, სუვერენული ოპერაციული სისტემა. Valve, Xbox-ა და Apple-ს არ ეჯიბრება. Valve-მა რაღაც უფრო უცნაური და მნიშვნელოვანი შექმნა, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი კონსოლების სერია. მათ შექმნეს ბოლო სუვერენული ოპერაციული სისტემა. Სუვერენული ოპერაციული სისტემა არის ოპერაციული სისტემა, სადაც შენ რეალურად ფლობს საკუთარ აპარატურას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სისტემა თქვენს მონაცემებს თქვენი ნებართვის გარეშე არ აგზავნის. თქვენი ფაილები თქვენ გჩვენ გრჩებათ, საცავი თქვენს კონტროლქვეშ რჩება. საკუთარი მოწყობილობის გამოყენება არ მოითხოვს კომპანიის ანგარიშში შესვლას. ოპერაციული სისტემის შემქმნელი კომპანია ფულს სხვა გზით გამოიმუშავებს და არა თქვენი თვალთვალით. ამ განსაზღვრებით, ტრადიციული desktop Linux-ი ერთადერთი ძირითადი სამომხმარებლო ოპერაციული სისტემაა, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. Windows-მა ძალიან ბევრი ზვარი გადალახა. Mac-ის macOS თავისი Apple ID-ით და iCloud-ისკენ მუდმივი მიბიძგებით იგივე ტიპის გალიაშია. Chrome OS არასდროს ყოფილა სუვერენული. ის ყოველთვის მხოლოდ Google-ის სერვისებში შესასვლელი ფანჯარა იყო. ტელეფონები საერთოდ არ არიან სუვერენული. SteamOS-იც კი დასაწყებად ანგარიშში შესვლას გაიძულებს. SteamOS მცირე რჩება არა მოთხოვნის ნაკლებობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ყველა სხვა მსხვილმა კომპანიამ გამოწერის გზა ერჩია, ხოლო Valve-მ სხვა მიმართულებით წავიდა. Valve სამის საშუალება აქვს იმის გამო, თუ როგორ გამოიმუშავებს ფულს. Steam იღებს წილს თითოეული თამაშის გაყიდვიდან. ეს არის მთელი ბიზნეს მოდელი. Microsoft ახლა სხვანაირად გამოიმუშავებს ფულს. ისინი მაშინ გამოიმუშავებენ, როცა მთელ დროს მათ პროდუქტებში ატარებ. რაც უფრო დიდ ხანს რჩები, მით უფრო მეც გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ გამოიყურება Windows 100. ორი ბიზნეს მოდელი, ორი ოპერაციული სისტემა, ორივე აგებულია იმ ლოგიკაზე, თუ როგორ იღებენ მათ მფლობელები ანაზღაურებას. იგივე განსხვავება ჩანს მაშინაც, როცა ეს ორი კომპანია მომავალზე საუბრობს. ერთ მხარეს Microsoft-ი საუბრობს ღრუბლოვან კომპიუტინგზე და Copilot-ზე, როგორც მთავარ გზაზე, რომლითაც ადამიანები იყენებენ პერსონალურ კომპიუტერს. Valve საუბრობს აპარატურაზე, რომელსაც ისინი აწვდიან თამაშებზე, რომლებსაც შენ შეგიძლია შეინახო და ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოთამაშეების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი მომავალი ძირითადად Microsoft-ის სერვისების კარიბჭეა, მეორე კი ისევ ძირითადად კომპიუტერია. ეს არ არის ისტორია იმის შესახებ, რომ Valve კარგები არიან. Valve არის კერძო კომპანია, რომელიც აკეთებს იმას, რაც მის გრძელვადიან ინტერესებშია. ის გამოსავალი, რაც მათ შექმნეს, ფრთხილი თავდაცვითი ინჟინერია და არა საჩუქარი. მაგრამ ეს გამოსავალი არსებობს, ის მუშაობს და მილიონობით ადამიანი უკვე იყენებს მას, ხოლო მის გარშემო არსებული საზოგადოება განაგრძობს ზრდას. ნამდვილი ბრძოლა ბაზრის სტილზე არ არის. ნამდვილი ბრძოლა იმაზეა, პერსონალურ კომპიუტერს რის უფლება ექნება, იყოს ინსტრუმენტი, რომელიც შენ გეკუთვნის და შენ აკონტროლებ, თუ სხვისგან ნაქირავები მოწყობილობა, რომლის პირობებსაც ისინი როცა უნდათ, მაშინ შეცვლიან. Microsoft-ი ამ კითხვას ერთგვარად პასუხობს. SteamOS კი სხვაგვარად. აქ ბევრი შუალედური ვარიანტი არ არსებობს. უმეტესობა მოთამაშეებისა ამაზე ყოველდღიურად არ ფიქრობს. როცა თამაში, რომელიც მათ ეკუთვნით, Microsoft-ში შესვლის გარეშე აღარ იმუშავებს, მაშინ დაფიქსდებიან ამაზე. როცა EAP გასაღების გადამყიდველისგან ნატიდი Windows-ის ასლი აღარ გააქტიურდება, რადგან პოლიტიკა შეიცვალა, მაშინაც დაფიქსდებიან. როცა Game Pass-ის თამაშს მათი გავლის შუაში მოხსნიან, მაშინაც დაფიქსდებიან. ეს არც ერთი არ არის ჰიპოთეტური შემთხვევა. ეს ყველაფერი უკვე გადახდენიათ მოთამაშეებს. ყოველი მომხმარებელი ახლა არჩევანის წინაშეა. გააცნობიერებს ამას თუ არა. არა შორეულ მომავალში, არამედ შემდეგი კომპიუტერის ყიდვისას, მომდევნო Windows-ის განახლების შეტყობინებაზე, ან როცა გამოწერის ეკრანი საკრედიტო ბარათს მოითხოვს. ალტერნატივა უკვე დევს მაღაზიის თაროებზე და დღეს მილიონობით კომპიუტერზე მუშაობს. საკითხი აღარ არის ჩავარდება თუ არა Windows-ი, არამედ ის, კვლავ, თქვენ თუ გეკუთვნოდეთ თქვენი საკუთარი კომპიუტერი, როცა ეს მოხდება. Microsoft ერთადერთი მოწინააღმდეგე არ არის, ვისთანაც Valve-ს ბრძოლა უწევს. ეხლა ისინი ჩართული არიან ბრძოლაში, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს. გაიგეთ, შეძლებენ თუ არა გადარჩენას. ვიდეოში Valve განწირულია $900 მილიონი სარჩელი. ანუ ურეთ ამას.